ხელშეკრულებაზე უარი მიიღო ბიძინა ივანიშვილისგან რა მოხდა? საბოლოოდ, ხო, ნუ საბოლოოდ ვნახეთ ის, რას ვნახეთ. ისე რამდენი წლის განმავლობაში გაესტუმრებინა 2 მილიარდი. მე ემა აქ იმ ხელა თანხებზე არის საუბარი. და ღარიბაშვილი ამ შემთხვევაში ცნობილი იყო როგორც ადამიანი, რომელიც გაუმაძღარი იყო მათ შორის კორუფციაში, ესე რომ ვთქვათ. ამიტომ აქ იმ ხელათა 2 მილიარდის მოპარვა ქართული ოცნების ჩინოვნიკისთვის საერთოდ არაფერი არ არის. ანუ მათთვის ეს ათეულობით მილიონს და მილიარდს იპარამენ საქართველოს დაბრუნებას ხარჯზე. გრაფიკით. ბიზნეს ესე იგი განმავლობაში შეიძლება გაგიწერონ გრაფიკი. ესე დეტალს როგორ ხონდათ გრაფიკი და გაწერილი მე ვერ გეტყვით ხო ნამდვილად. როგორც ეხლა უკვე როგორც ვნახულობთ, ამით აი ამ პროცესით ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილთან მან ვერ დაალაგა, რომ დაელაგებინა და დათანხმდებოდა იმაზე, რასაც ბოლო წუთამდე ითხოვდა მათგან ის რა ქვია ღარიბაშვილი, მაშინ ნახავდით რომ არ არისო დაკავებული ოსოსიკოებნება. თქვენ ფიქრობთ, ეს სივრცესტოვებს კიდე ეს კიდევ მე არ ვხედავ ესე ძალიან გამეკორდებოდა დაკავებული რო არ იყოს, უბრალოდ აქ შეიძლება იყოს მეორე რომ როგორც ჩვენ მაშინ დასვით გახსოვთ ბურჭულაძის დაკავების დროს, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავების დროს ჩვენ ინფორმაცია გავავრცელებთ, რომ ღარიბაშვილი მთელი დღე-ღამის განმავლობაში ყავდათ დაკავებული. მაშინ ეს უარყვეს და თქვენს რომ მსგავსი რაღაც არ ყოფილა. თუმცა ეხლა რასაც უყურებთ, ხო, ესე იყო ბოლო წუთამდე უარყოფდა და ეხლა თვითონ ღარიბაშვილი 4 ოქტომბერს არჩევნებზე მივიდა ხმამისსა და იქვე იდგა და იქვე იტყვებოდა და ჟურნალისტებს ეუბნებოდა, რომ თქვენ ხართ ფეიკიო და ეხლა დღეს დილითაც თუ რა ვიცი, როდის იყო 2 დღის წინ პრემიერის, ეგრეთ წოდებული პრემიერის განცხადებაც ესენი ხო, ესეთი უტიფრები არიან ამ ტყუილებში, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახი ვერ უკავშირდება, იმის გათვალისწინებით, რომ მოსაშულზე ნიშანწყალი არ ეთყობა იმ ადგილს, სადაც ცხოვრობს მუდმივად ღარიბაშვილი, ამის გათვალისწინებით კი დიდი ალბათობით ყავთ დაკავებული და დიდი ალბათობით ეხლაც მიმდინარეობს მასთან ვაჭრობა. გადაიხდის ამ 2 მილიარდს სრულად, თუ არ გადაიხდის, იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ გრაფიკის შედგენაზე, უნდა გვესმოდეს, რომ აქ ღარიბაშვილი ამბობდა, რომ ეს სრულად 2 მილიარდს ვერ გადავიხდი, მაგრამ ნაწილს თანხისას ამ გრაფიკის მიხედვით მოვიტან. ეს არ უარყვე. ამიტომაც რასაც ახლა ვუყურებთ, ეს არის რეჟიმი, როგორ ჭამს საკუთარ შვილებს. რაც შეეხება ლილუაშვილს